21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ისტორიულ, პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მეტამინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი აღნიშნავდა, რომ 1921 წლის კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა. Всем известно, и врагам, и друзьям, что в нашей стране таково, это мы, большевики, диктатура пролетариата. იგზავნებოდა წერილები საკონსტიტუციო კომისიის სახელზე, რომელთა ტექსტი დაახლოებით ასეთი გახლდათ. არ ვეთანხმებით 75 მუხლის ახალ რედაქციას. ძველი ფორმულირების აღდგენას მოვითხოვთ, სადაც ქართული ენა სახელმწიფო ენად არის აღიარებული. ყველაზე მეტი ხელმოწერა უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო წერილს ჰქონდა, რომელიც სტუდენტმა თამარ მახარობლიძემ დაზღვეული პოსტით გაგზავნა უმაღლეს საბჭოსა და ცენტრალურ კომიტეტში. დღეს ეს დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება, სხვა ათეულობით საპროტესტო წერილთან ერთად, რომელსაც სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლები თუ უბრალო მოქალაქეები კონსტიტუციის დამდგენი კომისიის სახელზე აგზავნიდნენ, რაც მაშინ გმირობის ტოლფასი გახლდათ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, საკონსტიტუციო კომისია, ფიქრობ, რომ ჩვენ ამაში ხარს დაგვიჭერს უმაღლესი საბჭო, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაავტოვოთ, შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადებას. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. აღავდეს ღმერთი. სისტემა საქართველოსთვის ნამდვილად არ არის, ჩვენ გვიდა კონკრეტული ქმედითი სტრუქტურები, რომელიც ყოველდღე იქნებიან საქმით დაკავებული. გულია ცხადია, რომ ამ ცვლილებების მიღების შემდეგ საქართველოში ფაქტობრივად კანონდება დიქტატურა და უბადოდ. ეს პრეზიდენტი იქნება პარლამენტი ყოველთვის ისრაფის თავისი გავლენის გაძლიერებისა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ უნდა იყოს გაწონასწორებული დაბალანსებული სისტემა. რა თქმა უნდა, აი ამ სისტემამ რომელიც დღეს არსებობს, ხელი უნდა შეუწყოს პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას. კომუნიზმი საქართველოში დამთავრებული სახელმწიფო იქნეს თესელში. ისმის ჩვენ ბატონმა სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი არაძლევს 2500 კაცს იმის საშუალებას, რომ განიხილოს საქართველოს კონსტიტუცია. აი კონსტიტუცია არის დასაწყისი, რომელსაც იმ კონსტიტუციამ რა სამოვიყვანა ხო ხედავთ უფლებამოსილებაში. всё, დამთავრდა აგი გუში, ახალზეა საფიქრელი. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებისა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ სამართლებრივ მემკვიდრეობას დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.